თბილისში მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა შემდეგ საკითხებს. 31 მარტი აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე, დასავლეთ აზერბაიჯანი, დაბრუნების უფლება, აზერბაიჯანელთა სამართლიანობის აღდგენა, რომლებიც იძულებით გააძევეს სომხეთიდან და ტერიტორიების გაწმენდა ნაღმებისგან, შესაბამისი პრიორიტეტები და საჭიროებები. კონფერენციას საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველა სახელმწიფოს წარსულში იყო გარკვეული მოვლენები, რომლებიც მათი ქვეყნისთვის ტრაგედიად ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოვლენები გვახსოვდეს, რაც მთავარია, დღევანდელი კონფერენცია და გამოსვლები ეძღვნება 1918 წელს მომხდარ მოვლენებს. ჩვენ ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთი ტრაგედიები 21 საუკუნეში აღარ განმეორდეს. დღეს ბევრი პრობლემის გადაწყვეტა დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი და ამ საკითხებს ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფაიკ გულიევი, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ფაიკ გულიევი ასევე შეეხო საკითხს დასავლეთ აზერბაიჯანის მხარის მაცხოვრებელთა სამშობლოში დაბრუნების უფლების, ასევე ყარაბაღის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებისა და ამ ტერიტორიების მდგრადი განვითარებისა და კეთილმოწყობის შესახებ. შემდეგ კი 31 მარტის გენოციდის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა. კონფერენცია გაგრძელდა პანელური დისკუსიებით, რა დროსაც საერთაშორისო დიალოგების ხელშეწყობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. დღეს გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, რომელიც მიეძღვნა 31 მარტს, როდესაც აზერბაიჯანში აღინიშნება გენოციდის დღე და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონფერენციის გამართვა ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალიან ახლოს არიან ქვეყნები იმასთან, რომ საბოლოოდ გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება, თუმცა არის იქ ნიუანსები, ის ნიუანსი ყოველ შემთხვევაში კერძოდ, რომ სომხეთი მხარეს უნდა რომ დღესვე გაფორმდეს ეს ხელშეკრულება, ხოლო აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ სომხეთმა გარკვეული ცვლილებები შეიტანოს თავის საკანონმდებლო აქტებში იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს იმ ხელშეკრულებების დაცვას, რომელიც ხელმოწერილია მინსკის ეუთოს ჯგუფის ფარგლებში. ამიტომ ჩვენთვის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლაც ბოლომდე იქნას მიყვანილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროცესი და ეს წაადგება ჩვენი რეგიონის აყვავებას, ხოლო თუ აყვავდება სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მაშინ გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ იქნება მინიმალურ დონეზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს დასავლეთ აზერბაიჯანში დაბრუნების იდეასა და რეგიონის ისტორიულ რეალობას.